ნამასტე და დაიწყეთ. ონიშე გაიჩანი ჩვენი სტუმარი არუნ ხათრი, ხალხური მედიცინის ექსპერტი ინდოეთიდან. უი სტუმარია? მე მეგონა ზურამ შაურმა გამოიძახა. მე მგონი საერთოდ არა ინდოელი. რატომ? რატომ და ზურამ შოუში რომ მოიწვია, ეგრევე მოაგნო კაცო. არუნი დელიში ცხოვრობდა. საქართველოში ჩამოვიდა და ახლა დელისზე ცხოვრობს. არუნ ხათრი პირველი ხალხური მედიცინის ექსპერტია საქართველოში, რომელსაც ხალხი არ უშმეს. ბატონო არუნ, მე რა მაინტერესებს იცით? ინდოეთიდან საქართველოს ჩვენ სამკურნალოდ რო ჩამოხვედით, დევიჯე რომ ინდოეთში გაათარი ხალხი, ა? ერთი შენიშვნა მექნება თქვენთან. საქართველოში რომ ჩამოდით, სწორი ქართული დეილაპარიკეთ ხანდისხან მაინც. დეილაპარაკები. არუნ ხათრი ისე საფუძვლიანად ისწავლა ქართული რო ეკითხებიან, როგორ ახარო, ასე პასუხობს. რა გინდა რო ქნაო? არუნი სინამდვილეში კახელია და თავი ინდუელად გაგვაცნო. ქართველებს ჯერ ინდური ფილმები მოგწონდა, მერე სერიალები და ახლა ექიმები. არუნს TikTok-ზე 600,000 გამომწერი ყავს. აქედან 500,000 გამომწერი მისი მეზობლები არიან ინდუეთში. ანუ ხათრი ყოველ დღეს 60 პაციენტზე მეც არიღებს, მერე შუალედებში ცეკვას ვეღარ აშრებს. არუნ ხათრი ჯანსაღკვებაზე საუბრობს და მის მეგობრებს შაურმის შეკვეთებს დაატარებიებს. გუგა, არუნ ხათრი რატომ იღიმის? ზოგადად ინდოეთის პიროებს დიდ პატივს შემენ. არუნ ხათმა მიაგნო ისეთ ბალახს, რომლის გამოყენება სტრესს ხსნის. მართლა კაი წამალია, მაგრამ უკუჩვენება გვიდან აწლამდე. არუნ ხათრი ამბობს საქართველოს კუთხე არ არსებობს ზმაკაცი რომ არ მყავდესო. ეს იმიტომ რომ საქართველოში კუთხე არ არსებობს ინდოელი რო არ იყოს. არუნმა საქართველოში ვაპირებ დაბერებასო. დეიჩა, ახლა ახალგაზრდა არის ესი. არუნ მართლა აქ თუ აპირებ დაბერებას, ზურას კითხე როგორია საქართველოში სიბერე. ბატონო არუნ, ჩვენ წავედით ახლა, თუ რამე გეტყინათ ზურას უთხარით, ზურა ჩვენ გვეტყვის, მერე ჩვენ ჭიათურიდან ღვინოს ჩამოუტანთ ზურას და აქეთ გეტყვით საყვეთურს და გინდა ჩარი. დიდი მადლობა, აბა როგორ მოგეწონა ჩვენი ტროლი და ბოტი? ძალიან მაგარები არიან. კარგები არიან. დიდი მადლობა ბიჭებო.